რისთვის ვიბადებით ადამიანები? შეიძლება იმისთვის, რომ შენი შვილი პატარა ხელს პირველად რო თითზე მოგჭიდებს, იმ წამიდან გჯეროდეს, რომ ამ სამყაროში მარტო აღარ ხარ. შეიძლება იმისთვის, რომ ერთადერთი ადამიანი იპოვა, რომელთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გაატარებ. მიქნებ მარტოობისთვის ან წარმატებისთვის, რომელსაც გონია რომ სწავლა ან სამსახური მოგიტანს. ქველმოქმედებისთვის, უანგარო სიკეთის კეთებისთვის ან პირიქით ბოროტებისთვის. ფიქრობდი, სად შეიძლება და ყოფილიყო პასუხი, მაგრამ მე მივხვდი, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვა რაღაცას გრძნობს და თუ ამ შეგრძნებებს კარგად დავაკვირდებით, იქვე იმალება ყველა კითხვაზე პასუხიც. მე ბევრგან ვეძებდი ამ კითხვაზე პასუხს სახლში, ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურებში, ეკლესიაში, ბუნებაში, კლუბშიც და ბარებშიც. ადრესულ შეჯიბრში ვიყავი, ქუჩაში, პარკში, გზაზე. თუ ვინმე მოდიოდა ჩემს ზოლში, ვფიქრობდი, რატომ უნდა დამეთმო გზა მე. თუ გზას არ დამითმობდნენ, ვფიქრობდი, რა თავხედები არიან თქო. ყველასთან შეჯიბრი მინდოდა. ფეხით, მანქანით, ურთიერთობებში, ცხოვრებაში. ხანდახან თითქოს მთელ სამყაროსთან მინდოდა შეჯიბრი. მაგრამ მე მივხვდი ერთ რამეს. თუ გამარჯვებას აზრი არ აქვს, მაშინ შეჯიბრსაც არ აქვს აზრი. ცხოვრება რაღაცით გავს ფილმს ან ზღაპარს, რომელიც ქორწილით მთავრდება ყოველთვის. და მე აღარავინ გვიყვება რა ხდება ამის შემდეგ. ისევე როგორც აღარავინ გვიყვება რა ხდება სიკვდილის შემდეგ. როცა იბადები სიკვდილიც ხო შენთან ერთად იბადება. დაბადებასა და სიკვდილს შორის ზოგს გრძელი გზა აქვს, ზოგს კი ძალიან მოკლე. არ ვიცი ეს რაზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ როგორ გაივლი ამ გზას, მე უკვე შენი არჩევანია. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ საერთოდ რო არ დავბადებულიყავი, რა შეიცვლებოდა. ზედაპირულად თუ შევხედავდი, თითქოს არაფერი. მაგრამ მე საკუთარ თავს ვკითხე, შევცვალე თუ არა ჩემი დაბადებით თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება და პასუხი იყო კი. არა მხოლოდ ერთის და არც თუ ისე უნიშნელოდ. როცა სიყვარულზე ვსაუბრობ, იმ სიყვარულზე, რომელსაც ადამიანების გამგრძნობ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მაინც გავაკეთე ვიღაცისთვის. იმიტომ რომ სიყვარული უბრალოდ ესე არ ბრუნდება. უმიზროდ არავინ არაფერს გიბრუნებს. თუ სიყვარული დაგიბრუნდა, ესე იგი სადღაც რაღაც შენც დატოვე. სიყვარული კიდე ის мотиваცია, რომელიც ყოველ დილით მადლიერების შეგრძნებით გაღვიძებს. მადლობა სიყვარულისთვის.